ეს ვოკალური მესიჯი ეხება ჩემს საშემოქმედო კარიერას, არა მხოლოდ კარიერას, არამედ იმ ამბიციას, რომლის იდეასაც დიდი ხანია ვატარებ თან და სწორედ ამ მოტივით დიგიტალ მუზეუმის შევქმნი Facebook-ის გვერდზე გარკვეული წლების წინ, სადაც დავიწყე ქუჩის მხატვრების, ეგრეთ წოდებული ქუჩის მხატვრების, ხელოვანების უსაწყისლოს წარმოჩენა და მათ ფოტოებს პერმანენტულად ვუღებდი სურათებს და აი დიგიტალ ფორმატის გვერდზე ვამჟღავნებდი, ვაქვეყნებდი საჯაროდ და სწორედ მოხდა ერთ-ერთი კარგი შემთხვევა, როდესაც ბლაბის ერთ-ერთი ისტორიული ნამუშევარი წარვადგინე ნიუ-იორკში წლების წინ, 2-3 წლის წინ, მასთან ერთად ავიღე პრიზი მე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი სახელით იყო წარდგენილი ბლაბი ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას, იმიტომ რომ პირადად არც ვიცნობ და არც სახეზე მყავს ნანახი, უბრალოდ მომეწონა მის შემოქმედება და ჩავთვალე საჭიროდ, როგორც კეთილმა ადამიანმა, მისი ექსპონატები, საჯარო ექსპონატები არ ყოფილიყო მხოლოდ ქუჩის მხატვრობა და მას სწორი მიმართულება მიეცა და ენახა პროფესიონალებსაც, კომიტეტს და ასე შემდეგ და სწორედ ნიუ-იორკში მასთან ერთად დავიმსახურე პრიზი, კატალოგში მოხდა და ასე შემდეგ. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს თუ ძალიან გეხორცებით, იქნებ კონკრეტულად თქვენი ნამუშევრების შემოგვიდეში გაგვიზიაროთ და აქედან დავიწყე მე ჩემი შემოქმედებითი ფუსფუსი, თუმცა მეც უკმეხად ვუპასუხე, რომ ჩემი ფოტო და როგორც ფოტოჟურნალისტი ვიღებ მონაწილეობას. ახლა თქვენ გინდათ არტისტი დამიძახეთ და გინდა მაესტრო, ორივე ტიტული მომანიჭე საპატიო და დიდი მადლობა მათ, რასაკვირველია და ძალიან ჰიპერბედნიერი ვარ, ასე ვთქვათ. მოგეხსენებათ, პერმანენტულად ვაგრძელებ ამ არტ კონკურსებში მონაწილეობას, თუმცა დავიღალე რაღა დაგიმალო და ძალიან არ მხიბლავს, იმიტომ რომ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა მინდა და ეს დიდი ნაბიჯები უკავშირდება თავად გამოვიმუშავე თან ხარ მინდა იმაზე დაყოვნება, რომ იცი პიკასოს ნამუშევარი ბუხრის თავზე 50 წელი ეკიდა და აი შემდეგ გაიყიდა მილიარდებად, რა ჩემი საქმე ხა მილიარდებად გაიყიდა თუ ბილიონებად, პიკასომ ეს თანხა ვერ მოიხმარა და ძალიან შეჭრობაში არ ცხოვრობდა როგორც რიგი, როგორც ჩოულებრივ მიღებული იყო დიდი ტიტანები და შემოქმედები, მაგრამ მას ეს ამ თანხით უნდა ეცხოვრა, ასე ვთქვათ. და იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჩამოვშე დროს, ეტაპს და ასე შემდეგ, მეც მინდა პრიზის დაწესება, მაგრამ პირველ ეტაპზე ვინაიდან ეს მოყვარულის დონეზე და ჰობის დონეზე ვაკეთებ, ესეც უსასყიდლოდ იქნება, როგორც ის დიგიტალ მუზეუმი მაქვს და მასში ვაზიარებ, ხელს ვუწყობ, არც პიარს ვეწევ, უბრალოდ კეთილინების ფონზე ფართო საზოგადოებას ვუზიარებ მათ შემოქმედებას, იმიტომ რომ ყველა ფლორენციის ვიწრო ქუჩებში, გაზებში ვერ მოხდება და ვერ დაათვალიერებს მათ აქედან. აი მინდა ეს პრიზი, ბოტიჩელის სახელობის პრიზი დავაწესო, ნიჟარა, აი რომელიც ასე გამოიყურება. ექსკლუზიურად გიზიარებთ ამ ინფორმაციას. ძალიან ლამაზია. რატო? იმიტომ რომ ჩემთვის დიდებული მხატვარი, მით უმეტეს რომ ბავშვობიდან დავიწყე კადინსკის და მიროს ეიფორიით ხელოვნებაზე ფიქრი და კონტაქტი, დიდობაში დამეხვეწა გემოვნება, გავიზარდე უფრო პროფესიონალ თვალსაზრისით აკადემიაში, კურსების გავლითაც, ჰომსკულის მეშვეობითაც, სახვითი ლიტერატურის დახმარებით და ასე შემდეგ, პროფესორებთან კონტაქტში და ასე შემდეგ, აი მაინც დღეს ვთვლი, რომ მხატვრობაში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი არის ბოტიჩელი. და აი ვინაიდან მან გამოიყენა სწორედ მას ულამაზე სტილოში ნიჟარა, საიდანაც ამ ქაფიდან ამოვა ეს დედოფალი ქალღმერთი ვენერა, აი სწორედ მინდა რომ დავაწესო ასეთი პრიზი, ეს იქნება ამ დაახლოებით აი ასეთი ფორმის, ვფიქრობ ძალიან ლამაზია და იდეალური, რომ აი ჩავატარო მეც მსგავსი კონკურსი. მონაწილეობა იქნება უფასოდ, ვინაიდან ეს მოხდება ხა ჯერადი სპონტანურად და იმ მსგავსი პრიზით მინდა დავაჯილდოვო ხმათა უმრავლესობით, ვინც გაიმარჯვოს, მაგრამ შეიძლება ხმათა უმრავლესობით იყოს, მაგრამ ჩემმა ხედვამ და პროფესიონალიზმის დახმარებით და ჩავთვალო საჭიროდ, რომ ის ჯობია, გაიმარჯვებს
აუცილებლად ის ნიჭიერი და არა ვინც მეტ თანხას გადაიხდის და მეტი ნამუშევრით დარეგისტრირდება ამ მოცემულ კონკურსში, არამედ სწორედ იმ თავისი ნიჭით, გენიით, რაც ძალიან იშვიათია და ნაკლებად ისწავლება, ეს არის უფრო თანდაყოლილი და რა თქმა უნდა მე ხდება ჩვენი ცოდნის რაფინირება, ყოველდღე რაღაცა სიახლეს ვსწავლობ, მავიწყდება მე ისევ ახლიდან და აი ესე ჩამოკარგება. ამ ლამაზი მესიჯით დროებით აი ესე ძალიან მომწონს და ეს იდეა აქამდე არავის ქონია და ის სწორედ ამ უდიდესი მადლობა არტ დირექტორმაც მითხრა, ბოლო ჯილდოს ფლორენციაში მქონდა აღებული დაჯილდოვება რო შედგა არტისტების მსოფლიო მასშტაბიდან, თქვენ შეგიძლიათ რომ პროვოცირება გააკეთოთ რომელიმე არტ კონკურსისო და თავი დავუქმნით და დიდ პატივად ჩავთვალე. ესე იგი ეს პოტენციალი დაინახა. და ძალიან მახარებს ეს სულ მინდოდა ხა რომ არტ დირექტორს არ მოეცა ხა ამის მოტივაციას და ასე შემდეგ, ისედაც ამ იდეას ვატარებდი, როდესაც დავიწყე დიგიტალ მუზეუმში ფუსფუსი, ასე თქვა, სადაც ასევე შეხვდებით ჩემს ნამუშევრებსაც, ბლაბის ნამუშევრებსაც და განსხვავებული ხელოვანების, აი ვინც საერთოდ არ არიან ცნობილები, მაგრამ ჰობის დონეზე ჭხირკედელაობენ სახლში და ესეთი გვერდის მქონდა მედიტაციაც გამოქვეყნებული, ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ თქვენი მედიტაციის დრო შექმნილი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას ესე უსასყიდლოდ გაუზიაროთ და ჩემს გვერდზეც დაგიპოსტა თქვენი მინი ბიოგრაფიით და ასე შემდეგ. ეს შემოთავაზებაც მაქვს, მაგრამ ეს პრიზი ხა იმდენად მომწონს, რომ აი ჯორჯიანას სახელზე სწორედ იქნება და აი თქვენ ექსკლუზიურად ხა გიზიარეთ. გადაეცემა მართლა ამ ეპოქაში დიდ გენიას. აქ არ გავითვალისწინებ ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი შთამომავალი არის, აქ უნდა იყოს ტექნიკა, გემოვნება პირველ რიგში, სინთეზი, ვერ ვიტან ღომივით მიზელილ ფერებს, ძალიან დახვეწილი ნამუშევარი უნდა იყოს, რასაც ქვია დახვეწილი, დიდი მხატვრები რო იყენებენ ფერთა ტონალობას. და ეს არც ისე კი მარტივი საქმე არის, ეს რეალურად უნდა შინაგანად უნდა იყო ამისთვის მზად, რაც არ უნდა დავხელოვდი ხა 120 ფერიდან 360 ფერამდე გაიზარდა მის ტონალობა, გარდამავლობა, შენ თავად უნდა ამის ინსპირაცია შექმნა. ხო და ჩემო მოემზადეთ, ახლა იდეას ვამესიჯობ, ასე ვთქვათ. მომავალში კი აი ასეთი პრიზით დაგიბრუნდებით და იმ კონკურსით, რომელიც იქნება ბოტიჩელის სახელობის, კოცნით, დროებით და მუდამ შემოქმედებით ცხოვრებას გისურვებთ. ცხოვრება მშვენიერია.